თუ არ გინდა პრაღაში მოტყუდე ფულის გადახურდავებისას ამ ვიდეოს უყურე ბოლომდე თან გამომიწერე. პრაღაში უამრავ გადასახურდავებელ ჯიხურს შეხვდებით. უცილებლად გადაამოწმეთ Google-ში იმ დღის კურსი. მაგალითად, მიხვედით გადასახურდავებელ ჯიხურში. ეუბნებით 100 ევროს გადახურდავება მინდა. ყოველთვის კითხეთ 100 ევროში რამდენი კრონი მომივა. მაგალითად, თქვათ, უნდა მოგივიდეთ 1000 კრონი, შეიძლება იქ კურსი ქონდეთ ისეთი საშინელი, რომ 1000 კრონის ნაცვლად მოგივიდეთ 800. უпростоრად მოგცენ 800. შეიძლება ეწეროს, რომ საკომისიო ნულია, თუმცა მოგატყუონ კურსში. ამიტომ ყოველთვის გადაამოწმეთ იმ დღის კურსი Google-ში, ასევე კითხეთ, რომ 100 ევროში რამდენი კრონი მომივა და თუ დაემთხვევა თქვენი Google და მათ მიერ ნათქვამი ციფრი, ესე იგი სწორია. ასევე დააკვირდით, ხშირად ეს დიდი ფანჯრები რო არის, იქ სადაც კუთხეში აწერია ძალიან პატარაზე, რომ იღებენ საკომისიოს ის, რომ შეიძლება საერთოდ ვერ შეამჩნიოთ და რომ გადაახურდავებთ, მერე დარჩეთ წაგებული. ამიტომ დააკვირდით, კიდევ ერთხელ მაინც კითხეთ, რამდენს მოგცემენ და იმის შემდეგ გადაახურდავეთ. პრაღა არის ერთ-ერთი ყველაზე cashless city, ამიტომ იქონიეთ ბარათზე, ასე გადაიხადეთ ყველგან, აი ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ გადაიხადოთ ბარათით. აეროპორტიდან გამოხვალთ და ბილეთის ყიდვა გინდა, შეგიძლიათ იყიდოთ ბარათით, მეტროში ჩახვალთ და იქაც შეგიძლიათ იყიდოთ ბარათით, ნებისმიერ კაფეში, მუზეუმში თუ მაღაზიაში შეგიძლიათ იყიდოთ ბარათით, ასე რომ ჩემი პირადი რჩევა ყოველთვის იქონიოთ თან ბარათი და ამ ბარათიდან მოახდინოთ გადახდა. თუ გაინტერესებთ ესეთი რჩევები პრაღაზე, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი. აქ ბევრ საინტერესოს ნახავთ როგორც პრაღაზე, ასევე მოგზაურობაზე ზოგადად. არაერთხელ თქვი და კიდევ განმეორდები, რომ პრაღაში არ გჭირდებათ ქეში. ყველგან შეგიძლიათ ყველაფერი შეიძინოთ, გადაიხადოთ, გაატაროთ ბარათით. ასე რომ საერთოდ არ არის საჭირო ქეშის წაღება, გადახურდავება და ამაზე ფიქრი არ მომატყუონ და ასე შემდეგ. არანაირად არ არის საჭირო თბილისში კრონების ყიდვა და იმით წასვლა. არანაირად. წაიღეთ ბარათი, სადაც გიქნებათ თანხა და გადაიხდით ყველაფერს ყველგან. რამოდენიმე თვის წინ ვიყავი პრაღაში და ჩამოვედი, ერთი თეთრი არ მქონდა წაღებული ქეში, მშვენივრად მოვიარე და დავბრუნდი. მეტი ასეთი საინტერესო და საჭირო ინფორმაციისათვის პრაღის შესახებ და არა მარტო პრაღის, არამედ მოგზაურობის შესახებ გამოიწერეთ ჩემი გვერდი და ადევნე თვალის საინტერესო ვიდეოებს. აქ ყველაფერია პრაღაზე.